ელენე, ჩიფსი თუ ხინკალი? ხინკალი. ხინკალი თუ მწვადი? ხინკალი. ხინკალი თუ ლობიო? ხინკალი. არ მიყავს ლობიო. არ მიყავს ლობიო. ხინკალი თუ შემწვარი ხათამი? ორივე. მაინც? აი, მაინც ხინკალი. ხინკალი თუ ხაჭაპური? ხინკალი. დავუშვათ ხინკალი არ არსებობს ამ ქვეყანაზე. მწვადი. შეღორბუცელა შენა. კარგი, ხინკალი თუ ტორტი? კარგი, ხილის ტორტი. ბევრი ხილით, მარწყვით, ალუბლით. დამერხა. დაფიქრდი გემოები გასინჯე ახლა გონებაში? ხინკალი უფრო გემრიელია და ტორტიც უფრო გემრიელია. მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვირჩევ ორივეს. არანაირი მაინც რომელი. ორივე. ეხლა სხვა კომპრომისზე არ მიდიხარ არა ართმობ არც ერთს? ხო. კარგი. კიდე რა გინდა? სხვა საჭმელების სახელი მითხარი ის თუ ეს? კარგი, შემწვარი კარტოფილი თუ მწვადი? მწვადი. და მწვადი თუ შებრაწული ქათამი ღომთან? შებრაწული ქათამი ღომთან. ჩემი სუსტი წერტილი. ღომი და ქათამი თუ შებოლილი ყველი? ღომი და დაბრაწული ქათამი. რა თქმა უნდა. აჰა, კარგი დაკნაწული გოჭის ხორცი თუ ხინკალი? მაინც ხინკალი. მოკლედ ხინკალმა გაიმარჯვა მე მგონი, ხო? კარგია.